ჩვენ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კომიტეტებში, ასევე ფრაქციის ფორმატში, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე შევისწავლე წარმოდგენილი გეგმა და ვფიქრობ, იქ ზუსტად არის ასახული ის საჭიროებები, რაც დღეს არის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ხაზგასმულია ყველა პრობლემატური საკითხი, დაწყებული ეკონომიკის ზრდიდან დამთავრებული სამუშაო ადგილების ზრდით. ბუნებრივია მთავარი გამოწვევა ალბათ მთელ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის შემდეგ არის სიღარიბის დაძლევა და ვფიქრობ, თქვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამა ითვალისწინებს ამ პრობლემების საპასუხოდ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს და შესაბამისად ამას ძალიან შემიძლია ვთქვა დადებითად ვაფასებ. მეორე საკითხი არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, ალბათ დაისმება შეკითხვა, ვთქვათ, რატომ უჭერთ ამ მთავრობის შემადგენლობას მხარს. ჩვენ გვახსოვს, ახლა ეს ბატონი ილოს თემა, უბრალოდ მე ერთი წინადადებით შევეხები, გვახსოვს, როდესაც დაახლოებით 20 დღის განმავლობაში მთავრობამ ამ შემადგენლობით მოახერხა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საქართველოში ალბათ ერთ-ერთ წამყვან COVID ცენტრად ასე ვთქვათ, ქცევა. ეს იყო 20 დღის განმავლობაში დაახლოებით და ეს იყო ძალიან ეფექტური მენეჯმენტი. ასევე პირველი ტალღის დროს ძალიან ეფექტურად იმუშავა აჭარის მთავრობამ და პრაქტიკულად აჭარაში ჩვენ მაშინ პირველი ტალღა არ ქონია. რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობა უნდა ვთქვათ და მადლობის თქმით არ უნდა დავკომპლექსდეთ, იმიტომ ხშირად აღიქმება, რომ მადლობას თუ ვიტყვით, ეს რაღაცა ცუდტონად აღიქმება, მაგრამ მადლობა და მადლიერება ზოგადად ყველა ადამიანს უნდა გქონდეს და ამაში მე ასე ვთქვათ, სასირცხოს ვერაფერს ვერ ვხედავ. შემდეგი საკითხი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, გუშინ თქვენ ისაუბრეთ და მოხსენებაშიც არის წარმოდგენილი. ბოლო ალბათ, რავი, საბჭოთა კავშირი რაც დაიშალა, ალბათ იმის შემდეგ პირველად დაიწყო საზღვაო სექტორის მიმართ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, ის საგადასახადო შეღავათები და ის კონკრეტული პაკეტები, რაც არის გათვალისწინებული სამოქმედო გეგმაში, რაც თქვენ უნდა განახორციელოთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ნამდვილად ხელს შეუწყობს აჭარაში და საქართველოში ამ დარგის განვითარებას და ესეც, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ნაბიჯია. მეორე, ჩვენ გვახსოვს, როდესაც იყო კრიზისები წინა ხელისუფლების დროს, მაშინ არასოდეს არ მცირდებოდა არც საბიუჯეტო ხარჯები, გულისხმობ ადმინისტრაციულ ხარჯებს, არც იგივე სარესტორნო ხარჯები და ასე შემდეგ. მომავალი წლის ბიუჯეტში, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, 12 მილიონ ლარამდეა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები და ესეც ყველაფერი ხმარდება, ვთქვათ, ჯანდაცვას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ესეც მისასალმებელი ფაქტია ნამდვილად. ასევე მიუხედავად იმისა, რომ არის კრიზისი ქვეყანაში ეკონომიკის, ესე ვთქვათ, ხრივ, ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოში 30 მილიონამდე არის გაზრდილი ოცნების ქალაქის პროექტი და ესე ძალიან მისასალმებელი ფაქტია. ასევე 13 მილიონით არის, როგორც ნახეთ, გაზრდილი კაპიტალური ტრანსფერები და ესეც ძალიან მისასალმებელი ფაქტია. ეხლა უშუალოდ მინდა გადავიდე კულტურასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო ხედვაა წარმოდგენილი და მე ვისურვებდი მაგალითად ინდუსტრიული მიმართულებებით, როდესაც სამინისტრო იმუშავებს სტრატეგიაზე რამოდენიმე დღეში თუ რამოდენიმე თვეში დაიწყებს, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კუთხით იყოს, ასე ვთქვათ, უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგმული, რადგან მოგეხსენებათ ევროკავშირში მაგალითად კულტურის ეკონომიკის წვლილი დაახლოებით 8%-ია და ჩვენ ამის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ეს შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ეს რესურსები გამოვიყენოთ. ეს კულტურას რაც შეეხება. მოკლედ, ყველაფერი არის აქ წარმოდგენილი იმისთვის, რომ ამ მთავრობას ჩვენ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა გამოუცხადოთ, ძალიან ქმედითი პროგრამა არის და ვიმედოვნებ, რომ ეს პროგრამა ნამდვილად შესრულდება. ჩვენ უმაღლეს საბჭოს რაც შეგვეხება, რა თქმა უნდა, ჩართული ვიქნებით ამ პროგრამის განხორციელებაში, როგორც მონაწილეები, ასევე მონიტორინგის ნაწილშიც ვიმუშავებთ. ჩვენ მთავრობასთან გვაქვს ძალიან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება. მე გუშინ აღვნიშნე, რომ მაგალითად ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენი უმაღლესი საბჭოს, რომელიც ეხებოდა განათლების სამინისტროსთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებას აუდიტის ნაწილში,
მთავრობის თავმჯდომარის აქტიური, ასე ვთქვათ, მონაწილეობით შედგა, რადგან მთავრობის თავმჯდომარე მაშინ აწარმოა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და უმაღლესმა საბჭომ პარლამენტთან და ერთობლივი მუშაობით ეს შედგა. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, კონკრეტული ინიციატივები, რაშიც დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ერთ-ერთი ინიციატივა აქვე შემიძლია მაგალითად მოგახსენოთ, კომიტეტში არის ინიციატივა, მაგალითად საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება თვითონ განსაზღვროს თუ რომელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეს გრანტის გაცემის უფლებამოსილება. შესაძლებელია მსგავსი ინიციატივით შესვლა საქართველოს პარლამენტში, რათა აჭარის მთავრობას ჰქონდეს იმის უფლებამოსილება, რომ თვითონ განსაზღვროს რომელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიანიჭოს, ვთქვათ, გრანტის გაცემის უფლებამოსილება. ვფიქრობ, აი ეს იქნება ქმედითი და საჭირო. აქ არის რამოდენიმე სიპი, ვისაც ნამდვილად აქვს ამის საჭიროება, რათა უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი საქმიანობა. და ბოლოსკენ ახლა უბრალოდ პოლიტიკურად მინდა შევაფასო. პირველ რიგში ძალიან დადებითი ფაქტია, ალბათ არ ვიცი ეს კონსტრუქციულობისკენ გადადგმული ნაბიჯია თუ რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან დადებითი ფაქტია, რომ